ჩვენ უყურებთ მთავარ არხს და ეს არის შოუ მთავარი ბიჭები. როგორა? რა ვიცი, მე მიხარია ყოველთვის ორშაბათი დღე, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ ვიტყუებ თავს და მგონია რომ არის ისევ ბიჭი სინამდვილეში 1.90 წლებიდან მოყოლებული დაჩაჩანაკებული არ შემდგარი შოუ ბიზნესის წევრი ვარ. ხელახლა ხوار შემოვიდეთ. რატო იყოს? მოკლედ მეგობრებო, რა ვქნათ, აი ესეთი ეფექტის ქვეშ ვართ. ხან 90-იანები, ხან ნათელი მომავალი, რომელიც ჯერ ვერ გაგვინათ და მოკლედ ვერ გავიგეთ. ეხლა ჩვენ წინა კვირაც ხო გავაცდინეთ, ანუ ჩვენ ხო საარჩევნო ორშაბათები გვიცდება ხოლმე რა. ქვეყანაში საარჩევნო პერიოდი ჩვენ ვისვენებთ და ჩვენი კაი დასვენებები რა ხდება ძალიან გვაინტერესებს. ბოლოს და ბოლოს გავიღვიძეთ ახალ საქართველოში? აი ხო არის ხოლმე ყველა არჩევნების შემდეგ ყოველთვის არის ხოლმე რომ ჩვენ სულ სხვა საქართველოში გავიღვიძეთ. და დარწმუნებულები ვართ რომ ეს სულ სხვა საქართველოში გავიღვიძეთ. ეს სულ სხვა საქართველოა. და ეს არის მთავარი ბიჭები ილო. ვერა. ვერაფრით ვერ მოგიყვან ეს ხასიათზე. ვერა. საქმე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია Bet Market-ი ბეთისგან მისკები ურტყით, მისკები ვიჯებო ერთმანეთს. როგორ ახართ მაგ გადავაგორეთ არჩევნები? რა ვიცი. იცი რა არჩევნები ამ მომენტისაც უკვე გადაგორებულია, მაგრამ ჩვენ ძალიან უცნაურ ფორმატში მუშაობთ. ჩვენ ეხლა გავდივართ უკვე ახალ საქართველოში, გინდა ისე, გინდა ასე. ოღონდ ჩვენ არ ვიცით რა ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი საქართველო. ნებისმიერ შემთხვევაში ახალი საქართველოა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიღვიძეთ, აი როგორც ჩვენ სამნი, ეხლა რეალურად სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა სამი სოფხედველობის ადამიანი, სხვადასხვა გემოვნების სამი ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ პირველებმა ვანახეთ პოლიტიკოსებს, ჩვენ პირველებმა ვანახეთ ხალხს, როგორ შეიძლება სამი სხვადასხვანაირი ადამიანი ერთობლივ კოალიციურ შოუს აკეთებენ. და ჩვენ მოგბაძეს მათ და იმედია რომ ამ მობაძვამ გაამართლა. და თუ გსურს რომ საქართველოს გაიმარჯოს, შემოხაზე 6-იანი ილო ბერაშვილი. მადლობა. მოვა მაგის ექვსიანი ვინმე სხვა არის, ვინმე სხვა შეგტენი. არ ვიცი. ისაც აი მომწონს, 9-იანია გადაბრუნებული. ეს ხوار ჩაგაგდე. მოკლედ მეგობრებო, დღეს აღარ ვაპირებთ ისევ არჩევნებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყველა ამაზე საუბრობთ ისედაც და ჩვენ უკვე არჩეულზე ვიდა. მოკლედ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ, რასაც ჯერჯერობით ერთ-ერთი არჩევნები ვერ შველის საერთოდ და ერთ-ერთი არჩევანის გაკეთება. ეს არის მშენებლობები. ოღონდ მშენებლობები რომელი იცით? უსახური და უკანონო, უცნაური, გაუგებარი მშენებლობები. თავხედური მშენებლობებიც არის ასეთი და მოკლედ ქალაქში რა ხდება? რა მშენებლობებია? თქვენ ნახართ ბიჭებო, თბილისელები და მითხარით რა ხდება ქალაქში? მე რო ჩამევედი, რა ვიცი, უკვე აშენებული და როგორც ეგრეა. ნაბილად მოგვარდა. მოკლედ ესეთი პრობლემაა რა. სხვა ხალხი. ყველა იმაზე თანხმდებით, რომ ქალაქი ნელა კარგავს. მაიც ეწამი, ტესტი უნდა ჩაგიტარო, აი იცი როგორ უნდა ჩაუტარო, ტიპი თბილისელია თუ არა ტესტი. რატომ იტარებ? ერთი წამი მე არა ვარ თბილისში, ამას ჩაუტარო. ძალიან თქვიაბა. ნამდვილი თბილისელი ვინ არის ხო? ნამდვილი, აი ისეთი ძირძველი. თან შენ ისეთ უბანში ცხოვრობ, უბანის მიხედვით? ხო, არა, ხო და თქვი არა, თქვი ძალიან. აი გასვალისწინეთ, ნამდვილი თბილისელი ამ ძალიანს კი არა, ძალიან. და ადამიანი კი არა, ადამიანი. აი თუ არის ნამდვილი თბილისელი ზო. მე და დიდი ადამიანის სადღეგრძელო თქვა, значит თბილისელი. მოკლედ საუბრობთ ამ მშენებლობებზე, რაც ქალაქში ხდება და ყველა, ასე თუ ისევ თანხმდებით, ყველა თვითონ მშენებლების გარდა ყველა თანხმდებით, რომ ქალაქი ნელ-ნელა იერსახეს კარგავს რა. ერთადერთი ვინ შეიძლება არ გვეთანხმებოდნენ ეს კორპუსის მეპატრონეები არიან ხოლმე. დანარჩენები ასე თუ ისევ თანხმდებით, რომ რა ხდება. კორპუსის ჩამბარებლები და არამაცხოვრები. თუმცა ხანდახან რაღაც კარგიც ხდება ხოლმე. ხო ასე წყალწაგებით არ მიყვარს რომ იტყვიან რომ აი ყველაფერი თუ კირამიაში რაღაც 1-2 კაი კორპუსიც იქნება ალბათ აშენებული. ნუ ხო არ ვწდები. შეიძლება ვწდები. კაი კორპუსში რას გულს? შეიძლება ვწდები. ნუ აი ლამაზში შესაბამის ადგილას როა აშენებული, შესაბამისი სარეკრეაციო ზონა რო აქვს, იქ სიმწვანე რო არავის არ გაუჩეხავს ამ კორპუსის გულისთვის და ასე შემდეგ რა. რა ქვეყანაზე ლაპარაკობს? ანუ შემეშალა რა. ეგეთი აზე ლაპარაკობს. ეხლა კიდევ ერთი რამე რუბრიკიდან ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. უნდა გითხრათ ერთი რამე. წარმოიდგინეთ ეხლა. მარტო საქართველოში არსებობს ტერმინი არაშენდა.
რომელიც ფუნქციონირებს. ხო, ფუნქციონირებს. ანუ ტიპზე იტყვი რომ შენ საცხოვრობ არაშენდაში გეუნება, მაგრამ იქ ცხოვრობს. ხო? ანუ საქართველოში არის ორი ტერმინი, ან არაშენდა, ან ძალიან აშენდა. ანუ არაშენდა და გადაშენდა. არა, არაშენდა და ძალიან აშენდა. ანუ პირველ შემთხვევაში არაშენდაში იგულისხმება ის რომ კორპუსს ქვია არაშენდა და შიგნით უკვე ცხოვრობს ერთი თაობა, ორი თაობა, უკვე შვილმა მოიყვანა ცოლი, შვილიშვილები წყავს და მაინც კორპუსს ქვია არაშენდა. შვილებმა თავის სახლები არაშენდა. ყველა 3-4 სახლი იყიდეს, მაგრამ კორპუსს მაინც ქვია არაშენდა. საცხოვრობ არაშენდაში და არის კიდე მეორე ვარიანტი, ძალიან აშენდა. ეს უკვე ის შემთხვევა, როცა კანონიურად აშენდა 4 სართული, ან 6 სართული და ზემოდან კიდე უკანონოდ დაემატა 6 სართული. ძმაო, მე ორ ვართ რა ჩვენ რა ან ცხოვრობ რომელ კორპუსში არაშენდაში ან ძალიან აშენდაში და სხვათა შორის კონკურსი ჩვენ ხო ერთადერთი ბევრ რამეში ერთადერთი ქვეყანა ვართ და კონკურსებშიც კი გამიგია სხვათა შორის ლამის უკვე კონკურსებში გამოაცხადონ რომ და ჩვენ გამარჯვებულს ფინალის რომელმაც მოიგოს ურთულესი კონკურსი მას სამშენებლო კომპანია X-ი გადასცემს ბინას არაშენდაში. აი როგორი გასაკუთრებული. ეგრე ალბათ იმ არაშენდას ქვია ხოლმე იქ მშენებარე. ეგ კი არა, საერთოდ რო აცხადებენ ხოლმე. აცხადებენ რა, მე გამომიცხადებია პირადად. კი, აცხადოთ პატა. მე გამომიცხადებ პირადად, რომ გამარჯვებულს ბინა გადაეცემა ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში. ეს რატო ვიძახდით რა უბანს განაარვა გამიგია. ბრო ჯერ არ არის უბანი არჩეული. ჯერ არის ცოტა. იგულისხმებიან. არც უბანი, არც კორპუსი, არც ერთ-ერთი სმაგირად სადმე რო თქვან პირდაპირ გადაეცემა სადმე რამე კაი უბანში. რამე კაი კონს გაუჩიტა. რამე გაიჩიტება. მოკლედ მეგობრებო, ამ ამბავს არ აუაროთ ახლა გვერდი ჩვენ და 1-2 ინტერნეტში ხოთ უამრავი ფოტოა, თუ ინტერნეტში შეგიძლიათ თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე გაისეირნო, ალბათ 1-2-ის გამოკლებით და აუცილებლად შეამჩნევი იქ მერცხლის ბუდეები. მოფანტულ უკანონო მშენებლობებს, რომლებიც რაღაც 2 სართულიან კორპუსზე 4 სართულიანი ლოჯიროა მიშენებული ან რაღაცები და რამდენიმე ფოტო ჩვენს ჩავგვიყარდა ხელში ცნობილი ესეთი არაფერი უცნობი იქ არ არის, მაგრამ მოდი გადავხედოთ კიდე ერთხელ. თან მოშენებული ლოჯი როგორი ის ტერმინი გახდა, რომ იმაშიც გადისხვალე რა იყო, რაგას უგდი რა მოიშენელი ღიპი, ხო, ღიპი მოიშენე. მაგაშიც კი წავიდა. ავიდა, აბა ვნახოთ ფოტოები თუ შეიძლება. ერთ-ერთი ფოტო ვნახოთ რა ხდება. ოპა. აჰა. ლეგო ტეტრისი რაც გინდა ის დაარქვი ძმაო ტეტრისი ოღონდ რომელი ტეტრისი იცი რა ნაწილი მეოთხე ლეველზე ხარ გადასული რომელი ნაწილია მეოთხე ლეველზე გრძელ ხაზს რო ველოდები და სპეციალურად რო აშენებ ასეთ რომ მე ერთიანად ჩაასვა აი ეგ არის მან მაგ ხაზმა დააგვიანა კარტების ის რო არის ხოლმე რა რომ უნდა გამოაცალო აი ეგეთი პრინციპია მაგ ფოტოზე თუ დავაკვირდებით ისე როგორ არის იცი თუ დავაკვირდებით აი დავაკვირდით ნებისმიერ ფანჯარას და ნებისმიერ სართულზე მიშენებულ რაღაცას ერთმანეთის ხათრით დგანან უყურეთ აი ერთადერთი ფიზიკა, ერთადერთი გრავიტაცია, სიყვარული. ამას მხოლოდ სიყვარული აკავებ ამ კორპუსს. აი ამ შენობა ნაგებობს. რა გონი ტყუილა კი არ არის ის გამოთქვა, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. აი ეს კორპუსი. პირდაპირ გაგვიგია ეგ. რამე იქნება მანდ კიდევ. ოპა, ეს რა არის? არ ვიცი. ეს ფილარმონია. რას ლაპარაკობ? რაღაცა კი ამიშენებული წინ. კი, მე მგონია რომ აქ როგორი ვარიანტი ახლა ხო ფილარმონიას მარტოს ერთ-ერთი მუზააკლია წინ. მე მგონია რომ სხვათა შორის პატრონი ამისი, ანუ რატო არის ესე გაკეთებული? ჩემ ესეთ ხო იცი ახლა ბავშვობაში სულ იყო ხოლმე 90-იან წლებში ეგეთი გამოთქვა, რა იყო სახლი გაქვს თუ ფილარმონია და ამ ადამიანმა პირდაპირ გაიგო და პირდაპირ აიშენა ფილარმონიასავით სახლი. რა პრობლემაა ვერ გაიგო? კორპუსზე მინდა. ესწავლები რო ამბობენ, ეკითხებიან. ჩვენ ხო ისთვის ხართ რომ ჩვენი ბავშვობის ოცნებები ავიხდინოთ. აი შენ ახლა წინ მართლა ვანიკოს მის არ იყოს ახლა იქ მუზა შენდება, სხვათა შორის მე უკვე კონსტრუქციები ნახე მაგ. კი, ნახევარი უკვე გაკეთებული არის, მაგრამ ერთ-ორ თვეში მუზას იქნება. რომელ უბანში ნეტა მშვენიერი? ეს. ძალიან კარგი. აბა კიდევ რა ხდება? ეგ მაგარი ფილარმონია საცხოვრ ფილარმონიასთან. ხო, ფილარმონია, სხვა ფილარმონია. ფილარმონიაშიც შეიძლება თქო. აი აუ ეს ფოტო არის ჩემი საყვარელი. აქ რა ამბავი იყო? ამ კაცმა თუ ადამიანმა მოაშენა ეს უკანონოდ, ხო? აშკარად მიშენებულია. აი კომისია რომ მოვიდა, კი გაბრაზდა დანაშაული არის ჩართული უკანონო მშენებლობა არის, მაგრამ ბევრად ჯობია დანარჩენს რა და ანუ იმ ლამაზი მოშენებაა და ამას უთხრეს რომ ის კორპუსი მოანგრევინეს ვაფშე. აი მას ეს უკანონო დაატოვებინეს ეს. უკანონო დაატოვებინეს და კორპუსი მოანგრევინეს. რა ხვართი ფეხები ქონდა და აი ფეხებზე. აბა კიდევ გვაქვს ერთი სილამაზე გამოვუშვით.
შენ გენაცვალ. აჰა, არ ვინმე სხვა გონია ეს არის მორწმუნე ცალკე. ოღონდ ეს ჩვენთან არ არის. ეს უკვე გადავედით ჩვენ რა, აქეთ ერთ მორწმუნე რუსეთში ვართ უკვე გადასულები რა. ესე იგი ამ ფოტოს თუ დააკვირდებით, მეგობრებო, არის კორპუსის ბინაზე რაღაც არის მიდგმული ციხესიმაგრე, ხო? მეც ეკლესია მეგონა უცებ. იმენა ციხესიმაგრე. არა, მეორე ვარიანტი კიდე ის არის, რომ ეს იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს სახლის პატიმრობა მისჯილი. შიდა პატიმრობა აქვს მისჯილი და ესე პირდაპირ ესე იგი, აი შენ. მე უფრო მგონია, რომ ამან პირდაპირ გაგებით როგორც იმის ფილარმონიაში, შენ ამან როგორ იყო, იცი რომ ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა. აი ამ პრინციპით გააკეთა, ოღონდ ჩემი სახლი კი არა, ჩემი ოთახნახევრიანი, ჩემი ციხესიმაგრეა, მიაშენა ეს გემრიელობა ზემოდან რა. რატომ ხროშა? უკ საშუალება? მიდი დასხეთ კიდე იქნება რაღაცა. შემდეგი რაღაცა იქნება. კაცი. ეს არის რა ვითარებაა ახლა. უყურე, აქვთ ბინა, ოთახიანი ამ ოჯახს, მანქანაც ყავთ, გარაჟიც აქვს, მაგრამ არ ქონდათ აგარაკი. აჰა. აჰა, შენ გენაცვალ, აგარაკი აიშენეს ცალკე, სახ დაჩაიშენეს. და წარმოიდგინე, ეს ქმარი რო გაშორდება, ვისიც არის რა. და ქმარი რო გაიბუტება და წავა აგარაკზე, ზემოთ რო ცხოვრობს. წავედი, მე წავედი აგარაკზე. როცა დავლაგდებით ამერიკა, ავა ზემოთ ცხოვრობს რა. სადახარ ჩამოხვედი აგარაკიდან, კი და ლიფტით რო ჩამოდიხარ. ლიფტიდან ხო გამოდის და ბოლო სართულს ფეხით ადის. ან სამსახურიდან რო დაგირეკავენ და 9 საათში აკუნა ყო, მან როგორ ვიქნები სახში, გერა ვარ აგარაკში ვარ და ამ ზემოთ რო ხარ. მოკლედ ეს მშენებლობების პრობლემა მარტო ჩვენ არ გვაწუხებს თბილისში, ჩვენს დედაქალაქში ილო და მარტო ჩვენთან არ არის რომ ხეები გაიჩეხება ხოლმე და რაღაცა უსახური ბეტონის კორპუსი აშენდება რა. ეს სოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქს აწუხებს და სხვათა შორის არა მარტო ჩვენ, აი ხო გეუბნებით. ლონდონშიც კი მსგავსი პრობლემის შეწუხებულმა ქალებმა რა მოიფიქრეს, იცი, იმიტომ რომ ბევრი ხე იჩეხებოდა ისევ ქალები თუ ესეთ სიმამაცეს ჩაიდნენ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს, რომ რა ვქნათ, ამ მათი დედავატირე ხეებს შეხავენ, ვერაფერს ვერ შევითო და 70-მდე ქალმა იქორწინა ხეზე. ხვდებით რა მოიგონეს, ანუ? ნახოთ ეს, აი, თუ შეიძლება. იქორწინეს და ბრიტანეთში 70 ქალი ხეზე დაქორწინდა. ანუ თითო ხეზე, ანუ ხვდებით რა მოხდა? მივიდნენ ქალაქში და თქვეს ეს ხე ჩემი მეორე ნახევარია. მიდი ახლა და მოუჭერი ქმარი. ხლები აი ამი დაიცვეს ხეები რა. მოუჭერი ქმარი. ხო, მიდი და ქმარი მოუჭერი, როგორია? არა, კონფლიქტი როგორი იქნება მაგათ ძალიან მაგარი. ხო, არა, მართლა ჩეთეთი კაბები ჩაიცვეს, მივიდნენ და ხეებზე იქორწინეს, რომ ეს ხეები ვინმეს არ მოეწონა. იცი რა მაინტერესებს, ყველა ერთი ჯიშის ხეზე გათხოვდა? უბრალოდ ცოცხალ ხეებზე დაქორწინდნენ. ანუ მე ვიღაცა მუხაზე გათხოვდა და ვიღაცა čadarზე თუ ვისაც ზოგს ერა ევასება. აი მაგაშია საქმე. ესე იგი გენოვნებით იყო შერჩეული ეს. ნამდვილი სიყვარული ეგრე. მაგრამ თუმცა ზოგზე იყო რომ რა კარგი გოგოა, მაგრამ ხეჯობია. ეგეთებიც იყო. გოგო კაია, მაგრამ ხეჯობია გენას. ისე განცხადებებითაც ხო იცნობენ ერთმანეთს და რა მაგარია. ვარ მუხა. ხოიცა ჩვენ აქ ხუმრობთ. 300 წლის და გავიცნობ ქალბატონს 40 წლის. დასაკორწი. მე მუქრება მოჭრა. კაი, მაგრამ 40 წლის გოგოშ მოჭრა. ამ ხუმრობას რო გავეშვათ, ნახე რა კარგი იდეა მოგვაწოლეს ბრიტანელმა ქალებმა. სხვათაშორის კაცებსაც შეგვიძლია ვიქორწინოთ ხეებზე. დილოსანი ხეები არ არიან თუ რა. აი, ამიშლით ამიგზალავენ ერთს. რახან ერთსქესიანების ქორწინება არ შეიძლება. ნიკა. წარმოიდგინე ნიკა რომ მოდის და ესე ძალიან მაგარ ტირიფს რო დაინახავს და შორიდა რომ მოდის და როე მარია შემოწა. ცოტა რო ეფრანჩება. ტირიფს. აკიტოა ჩვენთან ხო არის. ხო და მაგას რო უმღერის. ტირიფები. მოკლედ შენებლობებს რაც შეეხება არის უკანონო, არის კანონიერი და არის რაღაცა, მაგრამ არის კიდე ერთი თავარი სიტყვა ილო. ხარისხიანი და უხარისხო ხო არსებობს. აბარა. ხარისხიანი მშენებლობა და უხარისხო მშენებლობა. ეხლა მით რა სიტყვა მინდა. ალბათ ბევრი თქვენთაგანია, რომელიც ეხლა მე მისმენს და ასევე მე მისმენს მისი მეზობელი, რომელსაც სულ სხვა რამის მოსმენა უნდა. მიხდით ხო სიტყვა მინდა. ანუ გვაქვს უკვე კორპუსები, სადაც კედლის სისქე მინიმალურ სანტიმეტრებამდეა უკვე დაყვანილი რა. ხო, ახლა ხო უცხო არ არის. ორთიძეა გახსნილი სპონტი არის, ორთიძეა ბლოკი, აი. ხო, აი მაგალითად არის კედლები, სადაც კორპუსში მაგალითად არის ახალი კორპუსები, ისეთი კორპუსები, სადაც აი მეზობლის ჩურჩული შეიძლება გესმოდეს რა. ერთ-ერთი ასეთი ფოტო ერთ-ერთი ასეთი ფოტო თუ შეიძლება ლიფტში წარწერა, რომელიც ალბათ ბევრს შეხვდათ რა. ნუ ახლა ამ წერილს ძალიან არ წავიკითხავ, მაგრამ იქ წერია, რომ მოკლედ რომ ერთ-ერთი მეზობელი წერს ლიფტში, რომ მეზობლებო, ძალიან გთხოვთ თქვენი სექსუალური აქტის დროს ცოტა ხმაურისგან თავი შეიკავეთო, ანუ ხმა გამოდის რა. თქვენ რო სექსუალური აქტი გაქვთო, მეზობლები ვწუხდებითო რა. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს
ჩვენ მოკლედ ამ ამბავს მათი ამ მეზობლებს ვინც წუხდებიან გონიათ რომ ეს ბრალი არის ამ წვილის ვისაც სექსუალური ურთიერთობა სინამდვილეში იმ წვილის ბრალი არ არის კაცო იმათ სექსუალური ურთიერთობა ისედაც უნდა ქონდეს აი ეგეთ რას გეუბნები ეგ შეგიძლიათ დააბრალოთ ან არქიტექტორს ან ვიღაც მშენებელს რო ხმა შემოდის თქვენთან თორე ხალხი იქამდე და უბრალოდ კედლები იყოს ხელი. კედლები იყოს ხელი. ხდებით რა შეიძლება? აი ეს გამოსწორდა. სული ხო კაცო. უბრალოდ ახალმა კორპუსებმა შესაბამისი ამბავი მოიტანა. კედელი წვრილია, ხმაც გამოდის. მოკლედ იმის თქვა გვინდა რომ ეს ხო ძალიან კაი თემაა. ძალიან კამფეტივი თემაა რა. ესურად რა. აი როგორი ძალიან არის. ეგ ძალიან იცის ადამა გაგონილი? მხოლოდ და მხოლოდ მართლა აი კუსტბაზე რომ მონარდეებს ჩაული ხოლმე რომ საუბრობენ, აი იქ ისმის ეგეთი ძალიან. კი, აი ძალიან. მე რას ვიძახი კუსტბაზე რაც მონარდეებს ჩაული და აი ნარდი მე თამაში. აი შენი აი იქ ისმის ნაღდი თბილისური კუსტბელი კიდე სხვა გაგება, არის თბილისელი, არის კუსტბელი, გამიგე? და იქ რომ თამაშობ ხოლმე და გივისიხარულე, ეგ თამაშობ ხოლმე, გამიგე და აი მან ლაპარაკობთ. კაცი აღარ არის, ქალი აღარ არის და ასე შემდეგ რა. გამიგე? კიდე ერთი ჩვენ ძალიან. მაგრამ მოდი რა ერთი დასკვნა გავაკეთოთ საბოლოო ჯამშიც რა ჩვენ ვერაფერს ამას ვერ მოხერხებთ რა ეს არის რეალობა ეს არის მოცემულობა ჩვენ ქართველები ამაში გროსმაისტერები ვართ რომ მოცემულობა მივიღოთ და შევეკოთ თუმცა მე მაინც კიდევ ერთხელ გეტყვი ამას ვერაფერს ვერ ვუსავ აი ეს ამ არაკანონიერ ამ უკანონო მშენებლობებს ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ მოუხერხებთ და მოდით ისევ ძველი ქართული ნაცადი ხერხი კიდევ ერთხელ ვცადოთ და ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენოთ ამ როგორ და გეტყვი მე მერიას ვთავაზობ ასეთ სლოგანს არც თქვენი ფული მინდა, არც არაფერი. პირდაპირ გეუბნებით, ეხლა ანგარიშის ნომერსაც არ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებ ამ სლოგანის მე თქვენგან თანხას. მე ესეთი სლოგანი მინდა შევთავაზო მერიას, რომ ერთხელ და სამუდამოდ იყვნენ გულწრფელები და ძალიან დალაგებულები. აი ესეთი სლოგანი მერიისთვის. ვისაც ჩვენი არეული არ მოწონს, იმის დალაგებული მე. პირველ ნაწილს ვასრულებთ მეგობრებო, ჩვენ დაგიბრუნდებით მეორე ნაწილით, სადაც საინტერესო სტუმარი გალოდებათ. დროები